საქართველოს პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. საქართველოს პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2023 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქემ პლატფორმა mindray-1.com-ის გამოყენებით საქართველოში აამოქმედა დანაშაულებრივი სქემა და პოტენციურ კლიენტებს მოგების სწრაფად მიღება სამედიცინო პრეპარატების და ტექნიკის ვირტუალურად შეძენაში თანხის დაბანდების გზით სთავაზობდა. რეალურად საინვესტიციო პროექტი წარმოადგენდა ფინანსურ პირამიდას, რომლის მიზანს დიდი რაოდენობით მომხმარებლის მოზიდვა და მათი მხრიდან თანხების თითქოს და ინვესტირება წარმოადგენდა. დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში ბრალდებული მოტყუები დაეუფლა საქართველოს 56 მოქალაქის გუფილ 394,853 ლარს, რის შემდგომაც უკანონო დაუფლებული თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადატანის, წარმომავლობის შენახვის, კრიპტოვალუტად გარდაქმნის და სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციებით ბრალდებულმა მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაუსწრებლად დაიწყო, რაც სასჯელის სახე დაზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გრძელდება გამოძიება და გატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენის, დაკავების და საქართველოში ექსტრადირების მიზნით. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს და ახალგაზრდობა და ვეტერანი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის დირექტორს ედუარდ ჯიშკარიანს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ უმასპინძლა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოებისათვის დირექტორის პირველი მოადგილე კობა ლაჭყეპიანი, მოადგილე ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე და გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე. შეხვედრის დასასრულს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს აღნიშნული გავრცელებულ ინფორმაციაში. NASA-ს მისია არტემის 2 აპრილში მთვარისაკენ გასაფრენად ემზადება. ინჟინერებმა წარმატებით აღმოფხვრეს ჰელიუმთან დაკავშირებული პრობლემა, რომლის გამოც რაკეტის გაშვება გეგმის მიხედვით ვერ მოხერხდა. საუბარია კომპანია ბოინგის მიერ აგებულ რაკეტაზე Space Launch-ისგან. 10 დღიანი მისიის ფარგლებში 4 ასტრონავტი, ამერიკის 3 მოქალაქე, რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და ქრისტინა კოხი, კანადელი ჯერემი ჰანსე, მთვარეს წრეს დაარტყავს. გაშვების სავარაუდო თარიღად 1 აპრილი, 3, 6 აპრილი და 30 აპრილი სახელდება. ეს იქნება მთვარის გარშემო პირველი პილოტირებული ფრენა 1972 წლის დეკემბრის შემდეგ მისია აპოლო 17-ის მერე.